მადლობა მოწვევისთვის, დიახ და პირველ რიგში რა თქმა უნდა შევუერთდები თქვენს მილოცვას, იმიტომ რომ ნამდვილად ჩვენ საზოგადოებაში ვინც არის სამაგალითო და როგორც თქვენ ტონის მიმცემი თუ ამ ამბავში ზოგადად ქვეყნისთვის ბრძოლაში ტონის მიმცემი არის ნამდვილად პოლიტიკური პატიმრები, ხო? და ეს ხალხი არის ის ძალა, რომელიც თუნდაც წინააღმდეგობას აცოცხლებს და აძლიერებს და მინდა მადლობა გადაუხადო მათ იმ ბრძოლისთვის, იმ თავდადებისთვის, რომელიც არის ამ წინააღმდეგობის ნამდვილი ბალავარი ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ხო? და ამ სამივე ადამიანს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება და სხვა შორის ეს არის, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი სამივე არის აბსოლუტურად განსხვავებული ბექგრაუნდით, ცხოვრების სტილით, მაგრამ სამივე არის ხო, სხვა თაობის და სამივე იმისთვის თავისუფლებისთვის განრუს პირადად ვიცნობ სამწუხაროდ ამ ორ ადამიანს, ნუ არ ვიცნობ, მაგრამ იმედია გავიცნობოდეს მე და უსურვებ მათ ნამდვილად მალე თავისუფლებას. და მათ ოჯახები ყავთ და რა თქმა უნდა ეს ყველაზე ესეთი ძიმე ამბავია, რომ მალე გაერთიანებულყვნენ საკუთარ ოჯახებთან. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა თქმა უნდა თინა ბუგუჩავა გახლავთ ჩვენ პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერი, სასურველი იქნებოდა რომ ყოფილიყო პოლიცსაბჭოზე, თუმცა თქვენს მოგეხსენებათ და ახსოვს ალბათ საზოგადოებასაც ჩვენ არაერთხელ გვითხოვს რომ ღია ეთერში იყო ეს უკვე საუბარი რომ ჩვენ გეგმავთ ივლისის ბოლოს პოლიცსაბჭოს ჩატარებას, ბატონი მიხეილ სააკაშვილის სტატუსშიც რამდენიმე კვირის წინ ამაზე ხაზი ქონდა გასმული, რომ ივლისის ბოლოს იქნება ჩატარებული ეს ასე ვთქვათ პოლიცსაბჭო, რეგიონებიდან ჩამოვიდა უმეტესობა სხვათა შორის პოლიცსაბჭოს წევრების ვიცით და გასაგებია ხა ვინც ვერ მოახერხა ხა მათ გაკიცხავს მე ნამდვილად არ ვაპირებ ამისგან ძალიან შორს ვარ სამწუხაროა ვინც ვერ მოახერხა იქნება ეს თქვა ცნობილი ლიდერი თუ სხვა პოლიცსაბჭოს წევრი მაგრამ ნუ რა თქმა უნდა რაღაც ნაწილი ჩამოვიდა შეიკრიბა პოლიცსაბჭო ჩატარდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც თქვენ ახსენეთ უბრალოდ მომავალში სხვათა შორის ყრილობა ისეთ დროს არის შერჩეული რომ რა თქმა უნდა მაღალი ალბათობით რა თქმა უნდა ჩვენც ეს ამაზე ვიზრუნეთ რომ 5 აგვისტოს ხო ანუ დროც ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი სხვათა შორის თინას უკავშირდებოდა რომ ეს პერიოდიც ანუ თქვა შეგვიძლია მეორე დღეს ჩაგვენიშნა ან მესამე დღეს ან სამ დღეში და სპეციალურად არ ჩავნიშნეთ ესეთ ანუ გუშინ პოლიცსაბჭოს ჩატარება ამდენად მნიშვნელოვანი იყო რომ შეიძლებოდა თინა ბაკუჩავას გარეშეც რა საქმეებზე იმსჯელეთ გუშინ დაისვა ასევე კითხვები ჟურნალისტები ამბობდნენ რომ ძალიან ხმამაღალი საუბარი გამოდიოდა პოლიცსაბჭოს ხდომიდან რაზე კამათობდით ესეც მოგყევით თუ შეიძლება მე მესმის რომ შეიძლება ყველაფერი ვერ მოყვეთ მაგრამ ასევე მინდა გაითვალისწინოთ ისიც რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იცოდეს რა ხდება ოპოზიციაში იმიტომ რომ საქართველოს ბედი ახლა არის დამოკიდებული იმაზე თუ რას იზავს რა ნაბიჯებს გადადგამს ოპოზიცია და მე აუცილებლად დავსვამ შეკითხვას ელენე ხოშტარიას გუშინდელ ინტერვიუზე რომელიც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იყო ინგა გრიგოლიასთან და მან ასევე ილაპარაკა ჯერ საქართველოს დამფუძნებელთან ვიქტორ ყიფიანის ინიციატივებზე კონსულტაციის შესახებ მოდით აიჯეროთ არა აქვე დავასრულოთ თინას მართლა არ არის უცბად გეუბნებით უბრალოდ ისეთი პერიოდია გასაგებია საფხულია და სამწუხაროდ ზოგმა შეიძლება ვერ მოახერხა მაგრამ კარგი იქნებოდა სასურველი იქნებოდა თუმცა ყრილობაზეც იმიტომ გავუსვით ხაზი რომ იმიტომ გავაკეთეთ ეს დრო ვინც ვერ მოახერხა პოლიცსაბჭოზე დასრება ყრილობაზე დასრება მაინც შეძლოს ამიტომ გავაკეთეთ ესე თორე შეგვიძლია კიდევ ერთხელ მეორე თავიდან განიხილებოდა რომ 2-3 დღეშივე ჩაგვეტარებინა ყრილობა მაგრამ ამის გამო რომ ვინც ვერ მოახერხა თქვა შემდგომში მაინც ერთი კვირის მერე მაინც მოახერხოს თორემ კიდევ ერთხელ მეორე რეგიონებიდან ჩამოვიდა პოლიცსაბჭოზე დამსწრეების უდიდესი ნაწილი. ამას ხაზს ვწვავ. ხო, ანუ ნუ გასაგებია. გასაგებია, ხო, ჩემი პასუხი და რაც შეეხება უდიდესი პატრიოტიზმის ფონზე, რა თქმა უნდა და იმის ფონზე რომ თინა გახლავთ, რა თქმა უნდა, დღესაც და მომავალშიც იქნება ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერი და წევრი. ეხლა რომ გადავიდეთ საკითხებზე. ყრილობაზე მიმდინარე საკითხებზე. ხო, საკითხებზე, ეხლა ნაცნობ მოძრაობაში კი ყველგან პოლიტიკაში არ ვიცი, ეხლა როცა იკრიბება ამდენი, ანუ ფაქტობრივად 100-მდე კაცი როცა იყო შეკრებილი ჩვენ პოლიცსაბჭოზე, ხო, რა გასაგებია რომ ხმაური იქნებოდა ხო დარბაზში, ამიტომაც არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, ბეროდ უფრო ცხარე. ხმაური იყო და არაჩხუბი? ხო, კი, ამას ვამბობ, ხო, იმიტომ რომ ცხარე დაპირისპირებები სიმართლე გითხრათ პოლიცსაბჭოზე მინახავს კიდევ თქო წარსულში, ხა სხვათა შორის ამ პოლიცსაბჭოზე ესეთი ცხარე დაპირისპირება არ ყოფილა. თუმცა დისკუსია იყო, რა თქმა უნდა და რა საკითხებზე, ანუ რაზე მსჯელობთ ახლა? რა არის ნაციონალური მოძრაობის მთავარი დღის წესრიგი, მთავარი ამოცანა, რისთვის ემზადებით? მე მესმის რომ უნდა აირჩიოთ თავმჯდომარე, მაგრამ მე როგორც ხედავ თავმჯდომარის არჩევანი და არჩევა არ არის ის მთავარი საკითხი, რაც უნდა გადაწყდეს და გადაიჭრას პარტიაში. პარტიაში მთავარია პარტია გაცოცხლდეს და იმუშაოს და მეტი კომუნიკაცია გქონდეს ამ მომრჩეველთან, რისი პრობლემაც არის ახლა. ხო, აი მოდი უფრო აი რომ მიყვეთ, ეხა ახლა რა ხდება.
არსებობს სუბიექტური ობიექტური გარემოები, ობიექტური გარემოება ყველასთვის ცნობილი არის, პოლიტიკური კლიმატი იმდენად შეიცვალა ქვეყანაში, რეპრესიული კანონმდებლობა, ლიდერები ციხეში, არა მხოლოდ ის ლიდერები, რომელიც საზოგადოებამ იცის, არა მაგალითად ანატოლი გიგაური, რომელიც რეგიონალური ლიდერი იყო ნაციონალურ მოძრაობის და ისიც ციხეშია უკვე ამდენი წელია, ხო? ანუ ჩვენი ძალიან ლევან ხაბეიშვილი პოლიცსაფრის თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ნადირაძე მიხეილ უპრავა და ძალიან ხო ბევრი ყველა ხო არა მე რატო ვამბობ რომ ნაციონალურ მოძრაობაში განსაკუთრებით ანუ 10-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს ანუ ადამიანები რომლებიც თვითონ პარტიის სტრუქტურაში ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ზოგიერთი მათგანი მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ცნობილი არ ყოფილიყო ეხლა ვით თქვენ ჩამოთვალეთ ყველა მიცის ხო ამიტომ ვთქვი ამიტომაც რა თქმა უნდა ეს პრობლემები არსებობს დაფინანსების პრობლემა ამიტომ ჩვენ ვართ სიცოცხლის უნარიანი ორგანიზმი ჩვენ გაუძლებთ მართლა უამრავ 10,000-ობით ადამიანი 40,000-მდე კაცი ნაციონალურ მოძრაობის წევრი არის დაკითხული სხვადასხვა დროს ივანიშვილის რეჟიმის მიერ რამდენი კაცი გამოუშვეს საჯარო სამსახურიდან რამდენი პრობლემას უქმნიან რეგიონებში და ამის მიუხედავად ეს ორგანიზმი დგას და ეხლა როდესაც ესეთი პოლიტიკური ლანდშაფტი და კლიმატი ასე არის შეცვლილი საჭირო არის იყოთ ეფექტურები ამ სიტუაციაში ამ პირობებში და ძალიან მნიშვნელოვანია ნანო კაბზალეს პარტია თუ არ ვწდები საქართველოს ისტორიაში ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ბევრი დაშლის და დაშლის მცდელობის მიუხედავად გაძლო 15 წელია თქვენ ხართ პრაქტიკულად დევნილი პარტია და ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის სახელის გაშავებას მუდმივად ქართული ოცნების მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ რომ პარტია ახლა არის ცოცხალი ჯერ კი დიახ ეს აი სულებები რასაც ვაღორცელებთ აი სიცოცხლის თავი გამოხატულობა რა არის რომ რაც არ უნდა რეპრესია რაც არ უნდა ქარცეცხლში მოხდე მაინც ახერხებ პასუხის გაცემას აი ხა ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის პასუხის გაცემა იმ რეპრესიების შემდგომ რის შემდგომაც ძალიან რთულია ამ პირობებში პოლიტიკური პარტია გადარჩეს პირდაპირ გეტყვით ნებისმიერი პოლიტიკური პარტია პასუხს ვცემთ ივანიშვილის რეჟიმს პასუხს ვცემთ რუსეთის იმპერიას იმიტომ რუსეთის იმპერია პირველ რიგში დაინტერესებული ნაციონალურ მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის განადგურებით და ჩვენი აი ამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ აი ამ გაძლიერების და ცვლილებების მიზანი რა არის იცით ჩვენ ღრმად გვწამს რომ ამ ქვეყანაში გამარჯვება გადეს სხვათა შორის ნიკა რურუა ცხონებული ხშირად მეუბნებოდა ხოლმე რომ ოკუპაცია არის მენტალური ამბავი და მენტალური ოკუპაცია უნდა დავასრულოთ და ჩვენ ტვინებში უნდა მოვიგოთ ეს ომი და ჩვენ ტვინებში უნდა მოვიგოთ და მე იმედს ძალიან აკლია ნიკა რურუა ამ ბრძოლას თავისი იდეებით და შეგონებებით და ხარდაჭერით მათ რა თქმა უნდა კი რა თქმა უნდა გეთანხმებით აბსოლუტურად პირადად მეც და ყველა ადამიანს ვინც მით უმეტეს მასთან ნუ არა მხოლოდ პირად მეგობრებს არამედ რა თქმა უნდა ქვეყანასაც და რას ვამბობ მე ჩვენ ტვინებში რა ბრძოლა იცით მოსაგებია გუშინ ნანუკას უსმენ ძალიან სწორად მიხეილ სააკაშვილის როლი და ნაციონალურ მოძრაობის როლი აი ეს არის თავარი ამბავი, რაც არის ჩემი აზრით ცვლილებების მოტანის ერთადერთი საშუალება. აი 18 წლის ბიჭია მე მინდა საზოგადოებამ გაიგოს შეუულიათ ნახოს ჩემს სოციალურ გვერდზე დავაშეარე 18 წლის ბიჭია თომა ბათუმში ცხოვრობს, რომელმაც თვითონ აი მართლა არანაირი შეხება არ ხონდა პარტიას, ერთ-ერთი ჩემთან ხონდა კონტაქტი, ისიც სოციალურ ქსელის მეშვეობით თავის ინიციატივით დოკუმენტურ ფილმების სერიას აკეთებს ვარდების რევოლუციაზე და მის შემდგომ მიმდინარე რეფორმებზე. 18 წლის ბიჭი ერთი გოგონა გავიცანით TikTok-ზე, რომელიც არ ვიცი, ვერ მივხვდები ვინ არის ეს ადამიანი, მეთქი ალბათ ჩვენი პარტიის წევრია. ისეთ მაგარ ვიდეოებს დებს ყოველდღე, აი ამ რეფორმებზე, ამ ენერგეტიკაზე, ამ დრაივზე, ამ ცვლილებებზე და გოგონა აღმოჩნდა ასევე ძალიან პატარა სტუდენტი, რომელიც საერთოდ კავშირში არის ნაციონალურ მოძრაობასთან. და წარმოიდგინეთ ამას რატო ყვები, იმიტომ რომ ის მენტალური რაღაც დივერსია, რაც განხორციელდა და საინფორმაციო დივერსია, რომ ხალხმა დაიჯერა რომ მართლა აი რაღაც დროის მიშა და ნაცებია, თუმცა ეს უნდა ემეორებინათ, უკვე ძალიან გადაწყდა ამ ახალგაზრდობაში. მხოლოდ ქოცები. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ლიდერები თქვენ ამ 15 წლის განმავლობაში დასრულებით გემუქრებოდნენ, თქვენ თავად ამბობთ და ვხედავთ კიდეც, ხო? რამდენად მართლა ცოცხალი ორგანიზმია ჯერ ისევ ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ოპოზიციურ პარტიაში თქვენს კოლეგებშიც, მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან წასულ ადამიანებშიც ხედავთ, რომ აი ბუას ქმნიან ნაციონალური მოძრაობისგან, ან ლიდერისგან. ანუ მოახერხეს აი ეს მენტალური გარდატეხა. მე აი ამას ვამბობ რა, იცით რა, ჩემი აზრით აი კონკრეტული მაგალითები არის ყველაზე ნათელი დემონსტრება. ეხლა მე სოციოლოგიურ კვლევას აი სტატისტიკური ციფრები რო თქვა, ხო ეს კიდევ ცალკე ამბავია, რომ ამდენი მოხდყავს მაინც ამდენი ძალიან მარტივად. აი ეს დრამა აი რომელ პოლიტიკურ ლიდერზე შეიძლება მოხდეს, ან რომელ პარტიაზე შეიძლება მოხდეს. ორი ადამიანი არანაირ კავშირში არ ყოფილი, ერთი სტუდენტი გოგონა, მეორე ახალგაზრდა ბიჭი ბათუმიდან. შეუულია შევიდნენ ნახონ კონკრეტული აი ამ რამდენიმე აი ეს დოკუმენტები მართლა რო დაასრულეს. პოლიტპატიმრების სიაშიც კი ნუ იქ სხვა მიზეზები იყო მე რაც აიხსნა. ხალხო ის რა არის ნახეთ. დროში იყო. სხვათა შორის ურაჭებია რომ ძალიან წარმატებულად სხვათა შორის რაღაც ანეკდოტი გაიხსენა ამასთან კავშირში მყოფი. რატო? იმიტომ რომ ანუ ხო ყველა ხვდებით რომ ადამიანმა უნდა მოინდომო, შეადგინო ისეთი პოლიტიკური
პატიმრების სია, სადაც მიხეილ სააკაშვილი არ იქნება. უნდა მოინდომო. და თუ მოინდომებ, გამოვა ეხლა რომ მითხრათ, თუ არ გინდა რომ ვიღაცა მოვახვიდრო რომელიმე სიაში, რაღაც კრიტერიუმს ვიპოვი, ხო, რა თქონდა ამას. რატომ დაკომპლექსებულია? აი, ყველა არის ჩვენ მათ შორის ჩვენი თანამებრძოლები. აი, აბსოლუტურად დიდი ნაწილი სამწუხაროდ, დიახ, აი ეს არის ფაქტი რა. რატომ? შეგიძლიათ აი ახსნა აქვს ამას. ძალიან მარტივი ახსნა აქვს სინამდვილეში დაუკვირდა ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამ კაცმა შექმნა მთლიანად აი რეფორმების აი ეს მთელი პერიოდი რაც ვიხილეთ ეს ევროპის გზაზე რო დადგა ქვეყანა ძალიან სამწუხარო ყველას თავის წვლილი ჰქონდა მაგრამ რატომღაც ხალხი აღიქვამს რომ აი თავის თავს ანუ როგორც ეროვნულ მოძრაობაში საკუთარ თავს კი არ უნდა ეძებდე არამედ ეროვნულ მოძრაობა არის თავი როგორც მერაბკოსტა ხო უნდა გიყვარდეს მერაბკოსტა ვამბობ შენი თავი კი არა ამ ხალხს უკვე დაბრუნებული აქვს საკუთარი პირადი ინტერესები და გონიათ რომ მიხეილ სააკაშვილის ინტერესი რომელიც სიამბლეში ქვეყნის აშენების ინტერესია და არა იმის რომ მიხეილ სააკაშვილს რო ექსმოდეს აი ვიღაც სხვა ააშენებს და ვიღაც სხვას აქვს ამხელა კაპიტალი ამხელა კონტაქტები ესეთი პარტია არ შეიძლება მართლა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ რო ხედავს, მაგიტომ ჩამოვიდა უკრაინა, თუ უკრაინაში ბევრ საქმეს აკეთებდა, რო ხედავდა რომ სხვა არ იყო, მაგიტომ ჩამოვიდა და სინამდვილეში ეს ხალხი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი კონკურენტია, მათ ჩაყლაპავს, მათ განდევნის პოლიტიკური ველიდან და სინამდვილეში ეს ხო ძალიან წვრილმანი აღქმა არის და არ შეიძლება ქვეყანასთან როცა არის საქმე და ეროვნულ გადარჩენასთან ამ შენიღაც პირადი მე გადარჩეს ეს ქვეყანა და ყველა საკუთარ თავს იპოვის დამერწმუნეთ ხო, ეხლა რა თქმა ამას ლაპარაკი ისეთი დღევანდელი გადასახედიდან მიგაჩნიათ რომ სწორი იყო მისი დაბრუნება საქართველოს ისეთ რა მე ვერ თვითონაც წერდა ამის შესახებ ბევრი ღალატი ყუილი ვთქვათ მე ის როგორ გეტყვით მე ვფიქრობ რომ მან აი ამ თავგანწირვით საბოლოოდ სხვა ეტაპზე ნამდვილად მისი ეს თავგანწირვა მისი ამ პოლიტიკურ კარიერაში ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი ელემენტი გახლავთ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენა, ხო? და ის პირველ რიგში საქართველოს პატრიოტია, გასაგებია რომ უკრაინაში ბევრ საქმეს აკეთებს, უკრაინა ძალიან უყვარს, ახლა სტუდენტობის წლებიდან უკრაინასთან სხვა კავშირები აქვს ფაქტობრივად, ხანახამე ბათუმზე ვიძახი ჩემი მეორე ქალაქია, იმიტომ რომ ბავშვობიდან სტუდენტობიდან განსაკუთრებული შეხება მაქვს, მაგრამ აი თბილისი ხომ არის თბილისელი ვარ, ეს უხეში ძალიან ცუდი მაგალითია, შეიძლება, მაგრამ ანუ მესმის მიხეილ სააკაშვილის იმხრივ რომ უკრაინა იმდენად უყვარს და იმდენად ბევრი რამ აკავშირებს, რომ შეუძლებელი რაღაც მეორე ქვეყანა, სხვა ქვეყანა კი არ არის, ნამდვილად უყვარს უკრაინა, მაგრამ ის ხომ პირველ რიგში საქართველოს პატრიოტია, პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტია, პირველ რიგში საქართველოს ამდენჯერაც არ უნდა ეთქვა რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, ის მაინც ქართველი პოლიტიკოსი. უკრაინელი პოლიტიკოსი იყო კიდევაც, რა თქმა უნდა, ხო. მე მიმაჩნია რომ ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა. ხო, ამ ყველაფერს რატო ვამბობ? ეს უნდა ხო. ისი ჩამოსვლა მაინც ძალიან ჰეროიკული ნაბიჯი. კი, რა თქმა უნდა, და ამიტომაც ვამბობ, რომ ეს მისი ეს ნაბიჯი არის ძალიან სიმბოლური, იმიტომ რომ ამ ადამიანმა გააკეთა ის, რასაც არ გააკეთებს სხვა. სხვა შორის ნაცნობ მოძრაობას ეს ახასიათებს. აი, ადამიანებს შეიძლება შეცდომებზე ედაო და შეცდომები შეიძლება დაუშვათ, იმიტომ რომ პოლიტიკოსები არიან და რა ვიცი, როგორც რა ვიცი, ფეხბურთელია და ფეხბურთელი მესი რო იყოს და რონალდო რო იყოს შეცდომას უშვებს, ისე არის პოლიტიკოსი, ყველაზე ძლიერი და კარგი პოლიტიკოსიც უშვებს შეცდომას, ხო? მაგრამ ადამიანური ფაქტორია, მაგრამ სამაგერო თავგანწირვის უნარი აქვს ამ ხალხს და იდეების გამო რო იბრძვიან ჩანს, იმიტომ რომ მაგალითად ეხლა აი ბაჩო ახალაიაზე ბევრს ერიდება ხოლმე, საუბარი ეს კაცი ხო წასული იყო ევროპიდან, ჩამოვიდა, ჩაჯდა ციხეში მაგალითად, ხო? ეხაც არ შეეძლო ხო თბილისი დაეტოვებინა, რო იცოდა ივანიშვილის და რეჟიმის განწყობა მის მიმართ, მაგრამ არა, არ წავიდა არსად, ეხაც ციხეში იმყოფება პოლიტიკური ნიშნით. ეხლა ლევან ხაბეიშვილი კაცი სასიკვდილოდ ცემეს, ხო? ანუ არ ვიცი სასიკვდილოდ ცემის, მე ყველა შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ კაი კაცო, მე შეიძლება უფრო თავი გაწირო. არ არის ეგრეთ სასიკვდილოდ ცემის. მე ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც პატრიოტიზმი არ ამოძრავებს, იტყვის, რომ მოდი ცოცხალი გადავრჩეს ჯობს, ვიდრე ამათ ისე ვებრძოლო. თუ მერკანტილურად აზროვნებს, მაგრამ აი ეს იდეალიზმი, რაც აქვს ჩვენ ძალიან ბევრ, არ ვიცი, ირაკლი ნადირაძე პირდაპირ ვიტყვი 4 თვის მანძილზე საერთოდ აღარ იყო პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩართული და ძალიან გული მწყდებოდა და კაცმა არა მხოლოდ ქვეყნის გამო, მათ შორის თავის ძმაკაც ლევან ხაბეიშვილის გამო და აი ამ საქმის გამო, რასაც მან ცხოვრება მიუძღვნა, ისევ მანაც თავი გაწირა. ანუ იმდენ იმხელა თავგანწირვაზე დგას ნაცნობ მოძრაობა, მე ძალიან ვამაყობ, რომ ამ პარტიის წევრი ვარ. აი ასეთი თავგანწირვის შემხედვარი, მეც მეძლევა мотиваცია და სურვილი, რომ გვერდში ვედგე არა მხოლოდ ჩემ ქვეყანას, არამედ იმ ხალხს მაგრამ ამ თავგანწირულ ხალხს ჭირდება მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, მაგას ვამბობ და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს სიმართლე. რომელიც ნელ-ნელა, მოდი ღიად ვთქვათ, რომ შემოგეფანტათ. ზოგი იქეთ გადავიდა, ზოგი დანებდა, ზოგი გაიყიდა. აი ახლა მოკლედ ამაზე ვილაპარაკოთ ფოკუსში. ეს არის რეალური ვუსმენდი და რეგიონებიდან ვიწყებთ პირველი აგვისტოდანო, თუ არ ვცდები. ანაკლია ახსენა, რა გეგმები გაქვთ ვილაპარაკოთ ამაზე და ნანუკას პირველ რიგში ნანუკაზე ვიტყვი, რომ ძალიან კარგი შემომატებაა ჩვენთვის. ნამდვილად აქვს ის დრაივი, ის ენერგია, რაც ნაცნობ მოძრაობას უხდება. პირდაპირ ვიტყვი, ეს დნმ-ით ნაცნობ მოძრაობაზე თავის დროს ლევან ხაბეიშვილმა რო განაცხადა, მაშინ იყო ხოლმე რაღაც, მაგრამ
საქართველოში მართლა არსებობს ეგეთი რაღაც, ხო, როგორც პარტიას ყველაფერს აქვს, რომ რაღაც ადამიანი აშკარად მის სტილში არის, ხო? ნანუკა ჟორჟოლიანს ნამდვილად აქვს ეს ენერგია, ეს თვისება, ის დრაივი, რაც წინააღმდეგობის მოძრაობაში საჩვენად რაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ეს მისი ენთუზიაზმი და მისი ეს გეგმები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფიქრობ ძალიან მაგარ შედეგს გამოიღებს. თუმცა თქვა რომ მე პირობები მაქვს დავთანხმდები რა ყველას თავის ეს რეგიონს კანდიდატი და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პირობა არის მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ დაასახელოს თავისი თავი ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თვითონ სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ილაპარაკა რომ ჩვენ თუ სწორად წარმართავთ ჩვენ საარჩევნო კამპანიას კოცები მალე დასრულდებიან და მე ისევ მიხილავთ ხელისუფლებაშიო ამანაც გამოიწვია ბევრი რაღაცა მიშა ბუას კამპანიის გაძლიერება ამაზეც ვილაპარაკოთ. ეგ საოცრებაა. ეხ რაღაცებში ვართ მართლა გადასულები გასაგებია ყველა წინააღმდეგობაში და ყველას ვაფასებ, მაგრამ ნუ რაღაცებში ვართ ძალიან ზედმეტ ასე ვთქვათ სხვაგან ვართ გადასულები პარტიულად ვიტყვი, ხო? აი მაგალითად კოალიციური მართლობა ვიღაცას გონია წმინდა ძროხა, რომ აი არ შეიძლება თქვა, რომ შეიძლება კოალიციურად კი არ იყოს მართლობა, ის სხვანაირად იყოს. და რატო? ანუ ხო შეიძლება რომ არ იყოს კოალიციური მართლობა, ანუ ეს რატო არის რა ცოდვა და დემოკრატიის წინააღმდეგ გალაშქრება ვერ ხვდები, აი მაგალითად ამერიკა რა დემოკრატია არ არის, სადაც რესპუბლიკელები არიან, ეხლა ამჟამად აღმოსავლურ ხელისუფლებას სადაც აკონტროლებენ, გასაგებია პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატები 2 წლის შემდეგ არის არჩევნები. კი, არის ქვეყნები, სადაც კოალიციებია ხელისუფლებაში, ძალიან დემოკრატიული ქვეყნები და არის ქვეყნები, სადაც არ არის. ისე ვიცახი რა, ამიტომ ადამიანმა რო თქვას პოლიტიკოსს, ჯერზე პოლიტიკოსი ხარ. მიგაჩნიათ რომ ეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის თვისებაა, როცა ის თავის კი ბატონო და ჯერ ესეთი ადამიანებს და კანდიდატებს ასახელებს წინას. და ადამიანებს ნახე რა წარმოუდგენიათ, რომ კაცი შეიძლება იყოს ოპოზიციაში თან მიხეილ სააკაშვილის მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც რაღაც უკრაინაში შექმნიდა დღის პოლიტიკურ დღესაც, ეხლა მე რო ჩავედი უკრაინაში, მართლა გითხრათ, რამდენჯერმე მართლა გამომადგა ის, რომ უბრალოდ თქვი, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრი ვარ. უცბად რაღაც ომის პირობები იყო და ძალიან რთული სირთულეები იყო ყველაფერთან დაკავშირებით და იქ იმხელა სახელი აქვს კაც და რატო ვიზახი, რომ ასეთი მასშტაბის პოლიტიკურ ფიგურას არ უნდა გქონდეს პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლაზე? ანუ მუდმივად ოპოზიციონერობაზე. შეიძლება ვიღაცას მართლა მუდმივად ოპოზიციონერობა უნდა რაღაც ხანდახან ეჭვი მეპარება ხოლმე ყველაში ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ რაღაც ნაწილში მართლა ეჭვი მეპარება, რომ ამიტომაც უწყდებათ ხომ ვიღაც რო იტყვის, რომ აი ჩვენ კი რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს გვაქვს ყველას ამბიცია, რომ დაუბრუნდეთ ხელისუფლებაში და განვახორციელოთ რეფორმები და ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომელიც დაუიწყეთ, იმიტომ რომ ის არქიტექტურა, რომელსაც დღეს ვხედავთ, აი ეს ტრამპის შვიდობის და კეთილდღეობის მარშრუტი, კავკასიის და შუა აზიის უფრო მეტად ჩართვა ამ დასავლური კეთილდღეობის ფერხულში, ეს ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალურ მოძრაობა იყო ამ ინსტიტუციურად და ინფრასტრუქტურულად ამ დიდი ცვლილებების გეოპოლიტიკური ამბები უფრო გასაგებ ენაზე უნდა მიაწოდოთ საქართველოს მოსახლეობას. აი გუშინ მაგალითად ესეთი მინიშნება იყო ნანუკა ჟორჟოლიანს რო ვუსმენდი ჩვენ დედაქალაქში დაბალი რეიტინგი გქონდა და გვაქვს და ამიტომ რეგიონები უნდა დავიბრუნოთო. აი რას აპირებთ? მომიყევით თქვენი გეგმების შესახებ. კი ბატონო, ხო, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია რომ იდეოლოგიურად და ეს პროპაგანდა, რასაც ეძახიან ხოლმე, ეს არის ჩვეულებრივ უბრალოდ იდეოლოგია, რომელიც უნდა გამოხატოს ზუსტად. ფიქრობ პრობლემა იყო, რომ ბოლო წლების მანძილზე, მათ შორის ახლა ჩემ თავზეც მე ბოლო 3 წელი ამ პარტიის რიგებში ვარ, ამ სხვაზე კი არ ვიძახი, მათ შორის შესაბამისად ახლა ჩემ ამიტომ სხვისკენ არ ვშო. პრობლემური რა არის ჩემი აზრით, რომ უფრო მეტად ეხა არ უნდა მოგვერიდოს ჩვენი იდენტობის პირიქით და რაღაც მომენტი იყო ხოლმე, რომ აი ხანდახან ვიღაც PR სპეციალისტებს შეიძლება დაუჯერო და უთქვა, რომ აი მოდი აი ამ თემაზე არ ვილაპარაკ. ეგრე არ არის. ქართული ხალხი რო ამბობ ძენიაო, მართლა ხალხი ყველაფერი იცის. ვერ დამალავ. დიახაც ომზეც უნდა ველაპარაკოთ, შვიდობაზეც უნდა ველაპარაკოთ, ყველაფერზე უნდა ველაპარაკოთ და PR-ულად კი არ უნდა ველაპარაკოთ, რაც სიმართლე ის უნდა ველაპარაკოთ, რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს. ამის ღრმადამწამს. სიმართლე არის ჩვენ მხარეს. ამიტომ ხო, რასაც ჩვენ საუბრობთ ახლა ბოლო წუთების მანძილზე თუნდაც და ყველაზე მეტად ეს აჯერებს ხალხს. ამიტომ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ, უნდა დავივიწყოთ ეს რაღაც სხვა PR რაღაც წიაღსვლები, რეალურად სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ, მათ შორის მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ. ის გეგმები, რაც გვაქვს და მიხეილ სააკაშვილს ამხრივ ახლა არ ვიცი, ახლა ძალიან მაგარი ხედვა აქვს და არა მხოლოდ მას, არიან სხვა ადამიანები, რომელთაც ძალიან მაგარი ხედვა აქვს. ამ ხედვებზეც უნდა ველაპარაკოთ და ამისთვის იდეოლოგიურად რატო არის შექმნილი გეტყვით რა პირდაპირ ჩემ გარშემო ისეთი ადამიანები მეუბნებიან ბოლო კვირების მანძილზე ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ეს ძალიან პიროვნული მაგრამ ესეთი პიროვნული გამოცდილებები გადაწყვეტავს საბოლოო ჯამში პოლიტიკას.
აი ცხოვრებაში არ მომიცია ნაცნობ მოძრაობისთვის ხმას და ეხა ნაცნობ მოძრაობას მომიცია ხმას ისეთი ხალხი მეუნება რომ მე ღარ მაწავს რომ ეს გადატყდო რომ ამოფ რომ გადავტეხავთო და ჩვენს ამორჩევას დაუბრუნოთ ამორჩევას დაბრუნება კი არა იმ ადამიანების შემოერთება შეგვიძლია რომლებიც მიხვდნენ საბოლოო ჯამში ნუ გასაგებია ზოგისთვის რთული ჩემთვის და თქვენთვის ალბათ რთული საქმეა მაგრამ ბოლო წლებში მიხვდნენ რა საფრთხესაც წარმოადგენს ოცნება ჩვენი ქვეყნისთვის ხო იმ ხალხის განმოსვლა შეგვიძლია იმიტომ რომ ყველა უნდა დარწმუნდეს და წმუნდება რომ რეალური ძალა რეალური ალტერნატივა ივანიშვილის ოცნების და რუსული სცენარის ამ ქვეყანაში არის ნაცნობ მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და ეს არის ის რაც ყველას საბოლოო ჯამში ყველა ამაში დარწმუნდება და ეს ოღონდ არა მხოლოდ ამ იდეოლოგიურ სამუშაოებით, არამედ რითი იცი და ნანუკა ძალიან სწორს რას ამბობდა, ეხლა როცა ნანუკა მიხსენეთ რეგიონებში ეხლა ჩხოროწყუში რომ არის პროტესტი. ხალხმა ზოგმა არ იცის, თბილისშიც რო არის, ზოგმა ისაც არ იცის. ჩხოროწყუში, აი აქეთკენ მივდივარ ზუსტად. ჩხოროწყუში რო არის პროტესტი, გორში რო არის, ქუთაისში რო არის, აქ ხალხია, რომელიც გასაგებია 15-20 კაცია ხოლმე ხანდახან, მაგრამ იმ 15-20 კაციდან არ მინდა ხო ზუსტად ციფრში შემეშალოს, მაგრამ არიან ესეთი ადამიანები და არც ცოტა ბევრი არიან ნაცნობ მოძრაობის ხო წალენჯი ხარ არიან ნაცნობ მოძრაობის ნუ ეხლა საკრებულოს წევრი არ ყოფილა ეს ხალხი ზოგი შეიძლება ვთქვათ ოფიციალური წევრიც არ იყოს მაგრამ გუმხურვალე ხარდამჭერები გუმხურვალე ხარდამჭერები და აი ეს ხალხი უნდა გამოვიდეს წინა პლანზე კორუფციას და აი ამ პრობლემებს უნდა ვებრძოლოთ ყველგან რეგიონალურ ლიდერებს ეძებთ კი ბატონო მათ შორის ვებრძოლოთ და ეს ხალხი აი ხა გამოჩნდა ესეთი შეკითხვა მაგიტომ ხომ არ გადაიყვანეს მამუკა მდინარაძე რეგიონებში? რა გადავა? შეცვალ რომ გამოდოს. შეშინდათ თქვენი რეგიონების გააქტივა. აი ხა სოფლიო ჩემპიონატი იყო და რაღაც ფლანგზე რო გადაყავს რაღაც დატვირთვა უფრო შეტევის და იქ ცოლსულიან ეგეთი ამბავია შეიძლება. არა ეგ უფრო შიდა კლანური ომის ბრალია ისე ალბათ, მაგრამ აი ნაციონალური მოძრაობა იდენტურობა რეგიონალური ლიდერების გამოკვეთა ახსენეთ. მე მინდა ელენე ხოშტარიას გუშინდელი ინტერვიუდან პატარა ნაწილი გავუშვათ და ვისაუბროთ კონსოლიდაციაზე, რომელიც არის ასევე ჯერ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ვიქტორ ყიფიანის იდეა და ინიციატივა. მოვისმინოთ თუ შეიძლება ელენე ხოშტარიას ინტერვიუ ციხიდან. ბატონო ვიქტორ, თქვენ ერთი ყველაზე სწორი რამ. იმისთვის რომ ჩვენ თქვათ, მოქმედებს თუ არა, ჩვენი სამუშაო საშინაო დავალება უნდა გავაკეთოთ. ამიტომ მას შემდეგ რაც მე მეწოდინება, რომ მე როგორც პოლიტიკოსმა, მე როგორც ოპოზიციონერმა, ჩვენ როგორც ოპოზიციამ და ჩვენ როგორც საზოგადოება მაქსიმალური ზეწოლა ხორციელეთ, აი მე თუ არ დათმო, ნუ ვიტყვი რომ ესე იგი ეს არის ისეთი რაღაცა მონოლითი, რომელიც ესე იგი ასირიის იმპერია დაემხო, ბაბილონის იმპერია დაემხო, საბჭოთა კავშირი დაემხო, მაგრამ ბიზინა ვერ და აგერ პუტინი ემხობა ჩვენ თვალწინ, მაგრამ ნუ აი ბიზინა ვერ ემხობა. ხალხმა არ იცის რაზე მოახდინოს ეს ზეწოლა. კი ბატონო, გეუბნება გამოვა, ვიბრძოლებ, მაგრამ აი მითხარი ჩვენ პოლიტიკოსო, რაზე კონცენტრირდე მე? რომელ ერთ ჯერზე, მაგალითად მხოლოდ იმაზე, რომ თქვა 300-ო დავწერო, კი ბატონო, ვიღაცა ამაზე მოყოლა, მაგრამ ამით სისტემას ვერ დავასრულებ. დაუმორჩილებლობას გავაკეთებ, სისტემას მაგრამ ვერ დავასრულებ. ამიტომ მოდი მითხარი მე პოლიტიკური გზა. და აი ამ პოლიტიკურ გზაში ხედავ მე ბატონი ვიქტორის წინადადებას, რომელიც არ არის ინოვატორული და ძალიან ახალი, მაგრამ დროულია ჩემი აზრით და სწორად არის ფორმულირებული. აქ არის საუბარი, მოდით ყველა კონცენტრირდეთ ზოგადად ბრძოლა, კი, ზოგადად ბრძოლა, თქვა, ელენე ხოშტარია უფრო დაუმორჩილებელი იქნება, ვიღაცა უფრო რბილი იქნება, ეს კი ბატონო, მაგრამ ყველა რბილი ხარ დაუმორჩილებელი თუ როგორი, აბსოლუტურად ყველა კონცენტრირდეთ ერთ კონკრეტულ ამოცანაზე. ყველა უნდა კონცენტრირდეს ერთ კონკრეტულ ამოცანაზე. ეს ამოცანა ბუნებრივი არის ბიძინა ივანიშვილის დასრულება და ისეთი რეჟიმები დამთავრებულა მართლა პოლიტიკურ ისტორიაში სამყაროში, რომ ბიძინაც არ არის ასეთი უძლეველი. ამის თქმა ალბათ მე მგონი ყველასთვის გასაგებად აუცილებელი არის. ხო, რას ფიქრობთ? იცით რა, პირველ რიგში ელენეს რა თქმა უნდა სოლიდარობა და მოკითხვა, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხო და მეგობრულადაც, იმიტომ რომ ხოშოს ელენეზე მე მინდა ვთქვა, ეხლა ვინც პატიმრობაში მე მინდა ადამიანებს მართლა ცალკე უნდა ვისაუბროთ ხოლმე, რაც ახასიათებდა ელენეს, მე როცა პარტიაში არ ვიყავი და აქტივისტი ვიყავი წლების წინ 20 ივნისის პერიოდში, თუ ვინმეს იმედი ჰქონდა ერთ-ერთი იყო ელენე ხოშტარია, იმიტომ რომ არ ვიცი, დაჭერილი არ ვიყავი ხოლმე მაგალითად, ზარი შემოდიოდა ხოლმე, აი მობილურს რო ჯერ ვარ წართმეული არ ქონდათ, მაშინ ელენესი რომ აი დავინახე ტელევიზორში რომ დაგიჭირეს და აი ხა ნამდვილად. კი, ესეთ გვერდში როა ნამდვილად. ძალიან საიმედო თანამედროვე. კი, და ანუ ხო, ამიტომ რაც შეეხება რასაც ხო საუბარი იყო და ხას ქონა გასმული, ჩვენ მოდი ესე ვთქვათ, რაღაც მომენტებში ყოველთვის ჩვენ მზად ვიქნებით თანამშრომლობისთვის, იმიტომ რომ
6 პუნქტი, რომელზეც შევთანხმდით საარჩევნო კუთხით. მნიშვნელოვანია. აი ალიანსზე რო ამბობენ, რომ კი, მაგრამ რო იყოს ეს რა ქნა, ანუ ეს მნიშვნელოვანი მგონია, ანუ არაფერი არ ქნას ვერ იტყვი, იმიტომ რომ ეს 6 პუნქტი მნიშვნელოვანია, რომ როცა შეგეკითხებიან მეინსტრიმული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები რამეზე თანხმდებით არჩევნების კუთხით და ეს მნიშვნელოვანი კითხვა არის. პასუხი არსებობს უკვე ამაზე, რომ ეს ძირითადი ხედვა როგორ უნდა იყოს თავისუფალი და თანასწორი არჩევნები. მათ შორის დიდი აქცია როცა იქნება, იქ რა თქმა უნდა ყველა უნდა ვითანამშრომლოთ, რაღაც ცალ-ცალკე ჩვენ საბანეკი არ უნდა გადავიწიოთ, არამედ უნდა დავждეთ და ერთად მოვილაპარაკოთ რა და როგორ აჯობებს, ხო? იგივე საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრები როცა არის მნიშვნელოვანი და მაღალი დონის, იქაც მნიშვნელოვანია რომ დაახლოებით გქონდეს ერთმანეთის პოზიციები ცნობილი წინასწარ. ანუ ამ ყველაფერში ჩვენ ისედაც სადვართ რომ ვითანამშრომლოთ, მაგრამ თუ ეს ფორმატები უფრო ტოქსიკურად იქცევა, ვიდრე ეფექტურად წინააღმდეგობისთვის, ჯობია რომ გავაკეთოთ აქცენტი მათ შორის აი ამ შიდა დღის ეს რიგზეც ხომ რაღაც მომენტებში, როცა საჭიროება მოითხოვს, მაშინ აი საერთო გადაწყვეტილებებს მივიღოთ. კი ბატონო, ამის წინააღმდეგი არ ვართ, ხარ სალომე ზურაბიშვილთან, ნაციონალ მოძრაობისთან მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება ვიცით, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის დაანონსებულ აქციებზე მივდიოდით და ამის რაღაც კომპლექსი ჩვენ არ გქონია და მომავალშიც არ გვექნება სხვა ადამიანებზე, რომლებიც თუნდაც ჩვენთვის დიდად მისაღებები არ იქნებიან, ხო, პოლიტიკურად და ესეთი შეიძლება ბევრი იყოს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გვექნება ამის კომპლექსი, ამის პრობლემა. ჩვენ ახლა მიგვაჩნია რომ ნაციონალურ მოძრაობა უნდა ესე გაძლიერდეს, აი ეს რეფორმები გაატაროს. რეფორმებში რას გულისხმობთ? რეფორმებში მათ შორის ნახეთ რას გულისხმობთ, რაღაც ფინანსურ ნაწილზე რო ვაკეთებ მას. ეს ფინანსური ნაწილი რაღაც ერთი ტექნიკური დეტალი გახო და ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, ხალხო აღარ არის ის დაფინანსების წყაროები, ხა რაც ადრე იყო, ვეღარ არის. ამიტომაც რა თქმა უნდა თავსებადი იყოს. ძალიან ბევრი ადამიანი თვითონ გთხოვდა, პირდაპირ გეუბნებით, თვითონ გთხოვდა ჩვენი პარტიის წევრები, რომ გვინდა რომ მივიღოთ მონაწილეობა პარტიის დაფინანსებაში, გვინდა რომ გადაწყვეტილებებში შემოწირულობების სისტემაზე საუბრობთ, რომელიც საწევრო გადასახადზე. ამ ყველაფრის დანერგვას ვაპირებთ, როცა მობილურ აპლიკაციაზეა საუბარი. ნუ გასაგებია ფინანსური ამბებია, მაგრამ როგორც მოხერხდება, გვინდა რომ ელექტრონულად ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღება იყოს ჩვენი პარტიის წევრი. იმიტომ რომ მარტივად არის საქმე, როცა ამბობენ, რატო არ შეხვედით მაგალითად საკრებულოს არჩევნებში? მე ვიცი რომ ვერ შევიდოდი. რატო ვერ შევიდოდი? იცით, იმიტომ რომ რეგიონებში ვიარე და ხალხმა მითხრა რომ ღალატიაო. და არ ვიცი, ის ხალხი რომელზედაც დგას ნაციონალურ მოძრაობა, თუ ღალატად თulis, რომ მე მიმიღო მონაწილეობა ჩემთვის მართლა სპეცოპერაცია იყო ისედაც არ გვინდოდა მონაწილეობის მიღება ეგრეთ წოდებულ საკრებულოს არჩევნებში, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ხილული იქნება, ანუ რაღაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე რას ფიქრობთ? საპარლამენტო არჩევნები უნდა მოვიპოვოთ. ჯერჯერობით არ არსებობს. მოდი არ დავმალოთ ეს, უნდა მოვიპოვოთ. ანუ ნახეთ, თუ ყველა ციხეშია, თუ ადამიანი არჩევნებს ვერ აკვირდება, თუ ადამიანი არჩევნებზე ვერ მიდის, თუ პარტიები აკრძალულია, მithumetes ჯერ ხო ამაზე ვისაუბროთ, პარტიების აკრძალვის შესახებ პროცედურები დაწყებული გახოთ. ამ შემთხვევაში მე რო თქვა რომ დიახ ვიღებ და ვემზადები, ცოტა ანუ მე მგონი არადეკვატური ადამიანის დაბაჯებას დავტოვებ, ხო? ამიტომაც ჩვენ მოსაპოვებელი გვაქვს თავისუფალი არჩევნები, თორე როგორ და წინააღმდეგობით, ამიტომაც ჩვენ ნახეთ ანუ უნდა განახლდეს საპროტესტო აქციები? მათ შორის რა თქმა უნდა და ნახეთ რას ვამბობ, პოლიტიკურად უნდა გავძლიერდეს, ხო, იცით რომ რავი 200,000 ადამიანი იდგა ქუჩაში და წამლავდა ქართული ოცნება და ისინი არ იშლებოდნენ და არ დათმო მაგ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამაც. ანუ გამოდის რომ მთლიანად პოლიტიკურ პროცესს აძლევთ ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ისინი დიქტატორები არაფერს არ თმობენ არას. არა, ეხლა ნახეთ როგორ არის წინააღმდეგობის თავარი ამბავი რა არის, რომ წარსულის გამოცდილება მათ შორის გაითვალისწინო. აბსოლუტურად სხვა мотиваციით გამოვა ამდენი ადამიანი, როცა შეიკრიბა კვლავ თბილისის ქუჩებში, აბსოლუტურად სხვა мотиваცია ექნება, გამომდინარე იქიდან რომ ეცოდინება რომ ივანიშვილის რეჟიმი, ვიცი რა, იმიტომ რომ ეს ცოტა რთული გასაგები არის დიდი ნაწილისთვის, ვინც იქ იდგა შეიძლება, მაგრამ ნახევარისთვის ან დაახლოებით ნახევარი ვინც იყო იმ საპროტესტო აქციის მონაწილეების, კიდევ რაღაც იმედები არსებობდა, მოდი თავი არ მოვიტყოთ, რომ აი ხა ამდენი ვართ და რაღაცა უკაცრავ. კი, ამიტომაც ვამბობ, ანუ ეხა სხვა სიტუაცია და თუ ვინმეს გონია რომ ივანიშვილის რეჟიმი ისეთივე ძლიერია, როგორც იყო ერთი წელი წინ ძალიან ცდება, თორე ივანიშვილი კი არ გაბოროტო და ეხა უცბად და მანამდე კეთილი კი არ იყო და კანონები ამიტომ კი არ შეცვალა. იმიტომ რომ ძალიან დასუსტდა და შიდა კლანური ბრძოლები პიკზეა, რაღაც კლანებზე ხო იყრდნობოდა საყრდენები, ხო ქონდა ეს საყრდენები, რაღაცები თვითონ გამოეცა. ეს დანარჩენები ისინი კიდევ ერთმანეთს ჭამენ და ხედავთ ხო რაღაც ორ თვეში ერთხელ სამინისტროებს სვლიან, სხვადასხვა ადამიანები გამოყავთ, ეს კლანური ბრძოლა პიკს აღწევს და უკვე სოციალურ ქსელში ცხილული გახავთ. ეს ყველაფერი ივანიშვილის რეჟიმის დასუსტებას იწვევს. ეს კანონები რატომ არის მიღებული, რომ ჩვენ დავსუსტდეთ, რომ რაღაც დონეზე გაძლოთ. გაჩერდეთ. ხო, პროტესტი გაჩერდეთ. ხო, ანუ ჩვენ რო არ დავსუსტეთ, ივანიშვილი ხვდება რომ ძალაუფლებას კარგავს. ანუ ჩვენი მიზანი ხა ნაციონალურ მოძრაობა ამას რატო აკეთებს? რომ ნაციონალურ მოძრაობა გაძლიერდეს, კი არ დასუსტეს როგორც ივანიშვილს ურს, გაძლიერდეს, წინააღმდეგობის უფრო დიდ ფლაგმანად იქცეს, რითაც ჩვენ რაც შეგვიძლია მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს სისტემა საბოლოო ჯამში ჩაბარდეს წარსულს და მოვიდეს ხელისუფლებაში ეროვნული ძალა, ხო? და ამიტომაც ყველა პარტიის მიზანი ეს უნდა იყოს გაძლიერება და თორე საპროტესტო მუხტი გასაგები, აი ნახეთ როგორ ძალიან ბუნებრივი რაღაცა არის, რომ ხო, ძალიან ბუნებრივი რაღაცაა, რომ მუდმივად აღმავალი ვერ იქნება. ხანდახან აქციები არის
დიდი უფრო ხან პატარა ხან თვეც ისეთი არის და ალბანური ჭეშმარიტება უნდა დაგემშვიდობოთ და ბოლო კითხვა მაქვს მოკლედ თუ შეიძლება 5 აგვისტოს ირჩევთ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს შეიძლება ეს თქვენ იყოთ არა ვიცით ჯერ ამაზე საუბარი ნამდვილად არ მედეს იმიტომ რომ არის თუ არა თქვენი კანდიდატურა ერთ-ერთი ვერსია არა არ განიხილება ჯერ ესეთი ვერსიები და კანდიდატურები გულსვლად გეტყვით იმიტომ რომ თვითონ უნდა არჩეული იქნას დროებითი მართლობითი ორგანო, ამაზე ეკეთება აქცენტი. მართლა გულსვლად გეუბნებით, კონკრეტულ ადამიანზე რატო აკეთება აქცენტი, ამას ავხსნი, იმიტომ რომ დროებითი მართლობითი ორგანო იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი ჩვენ პარტიაში. და იქ აირჩევენ შემდგომში თავმჯდომარეს, ამიტომაც ჯერჯერობით ახლა ინდივიდუალურად ესეთი ანუ უფრო მნიშვნელოვანი გახოთ, აი მზადება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, სამწუხაროდ ყველა დრო ამოგვეწორა, ამიტომ